Deep State-თან ბრძოლაში გადადგმული ერთი წარმატებული ნაბიჯი. გლობალური ჩართულობის ცენტრი, რომელსაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ცენზურისა და პროპაგანდის მანქანად მიიჩნევდა, დაიხურა. მიზეზი დაფინანსების შეჩერებაა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სააგენტოს დაფინანსების გახანგრძლივება მთავრობის ბიუჯეტის ხარჯების კანონპროექტის ფარგლებში იგეგმებოდა. თუმცა, ეს კანონპროექტი სწორედ დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დამსახურებით ჩავარდა. თაღლითი ჰილარი კლინტონის პროექტის კომუნისტური გლობალური ჩართულობის ცენტრის არსებობა არანაირი ფორმით არ უნდა გახანგრძლივდეს. ამერიკის სამთავრობო ცენზურისა და მედიაზე მანიპულაციის საეჭვო სააგენტოს გლობალური ჩართულობის ცენტრი ჰქვია და ჩვენი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. გლობალური ჩართულობის ცენტრი თანამშრომლობდა ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსთან, პენტაგონთან, USAID-სთან და სხვა სააგენტოებთან, რათა ემართა ცენზურა მთელ მსოფლიოში არჩევნებზე გავლენისთვის, ხალხზე მანიპულაციისთვის. Deep State გლობალური ჩართულობის ცენტრის მეშვეობით ატარებს მასობრივ დაკვირვებას, ცენზურასა და პროპაგანდას და საბიზნესში იღებს განსხვავებულ აზრს. ეს ცენტრი კოორდინაციას უწევს სოროსის, გეიცის, ფაქტ-ჩეკერების გლობალურ კარტელს, რათა აკონტროლოს მედია ნარატივი.